პირველ რიგში იქნებ შეაფასოთ CSKA-ს ახალი თავმჯდომარის პიროვნება, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი არჩევანი არის და როგორი მოქმედებს ეს საარჩევნო პროცესი თვითონ? მეც მინდა მოგესალმოთ უპირველეს ყოვლისა და მადლობა უთხრა Prime Time-ის პრეს-კლუბს მოწვევისათვის. სანამ თქვენს პირველ კითხვას ვუპასუხებდე, არ შემიძლია რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობას ორი სიტყვით არ შევეხმიანო. დღეს პირველი დღეა სკოლებისთვის, პირველი დღეა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, საჯაროს გულისხმობ. შეიძლება ხა ჩემთვის არის განსაკუთრებულად ემოციური, იმიტომ რომ უფროსი შვილი პირველ კურსზე წავიდა და უმცროსი პირველ კლასში. ხო და ფაქტია რომ ნახე მთელ თბილისში რა სიცოცხლიანი დღეა, შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ მინდა ყველა პირველ კლასელს, ყველა პირველ კურსელს, ყველა პედაგოგს მოსწავლეს მიულოცოთ დღევანდელი დღე და ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო. რაც შეეხება თქვენს კითხვას CSKA-ს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ რომ ის რომ ქალბატონი თამარ ჟვანია გახლავთ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ეს უკვე კარგია. მე კარგახანია ვიცნობ მას, იგი დიდი ხანია არის ამ სფეროში, ამ სისტემაში, არასამთავრობო სექტორიდანაც, ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციების სეგმენტში მუშაობდა, მისი კვალიფიკაცია არ იწვევს კითხვის ნიშნებს არაჩენს, ისე როგორც მისი ობიექტურობა, თუმცა ოფიციალურ, ასე ვთქვათ, პროცესში და საქმეში შესვლა და პლუს ამას პირველი პირობა და ეს პასუხისმგებლობა და ზევიდან ყველაფერს კიდევ დამატებული, ასე ვთქვათ, მენეჯმენტური თვისებები, ან მენეჯერის თვისებები, ბუნებრივია ეს დამატებით გამოწვევების წინაშე დააყენებს მას. მე სრულებითაც არ ვარ განწყობილი ან პესიმისტურად ან არ ვსვავ კითხვის ნიშნებს, უბრალოდ უმჯობესია რომ ზომიერებით ვიყოთ გამშვალული და შემდეგ უკვე ჩვენი მოლოდინი იყოს გადაჭარბებული ჩვენი ზომიერებიდან გამომდინარე. ამიტომ მე ერთნიშნულოვნად მას უსურვებ წარმატებებს, იმედი მაქვს რომ CSKA-ს და ზოგადად არჩევნების პროცესი წავა დადებითებისკენ ნდობის თვალსაზრისით და ამაში თავის წვლილს შეიტანს ქალბატონი თამარი, თუმცა ერთნიშნულოვნად ვერ იქნება ეს გზა, ასე ვთქვათ, ვარდყვავილებით მოფენილი, იმდენად რთული არჩევნები გველის უახლოეს პერიოდში, მე ნაკლებად გულისხმობ საპრეზიდენტოს, უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, რადგანაც ახალი პოლიტიკურ რეალობაში მოგვიწევს ალბათ ამ არჩევნებში შესვლა ჩვენ, ამიტომ CSKA-ს გამოწვევა იქნება სხვაგვარი, CSKA-ს გამოწვევა იქნება ისეთივე განსაკუთრებული, როგორც წინა რამოდენიმე ჯერზე გვახსოვს და ზედმეტად დამშვიდების უფლება არ აქვს არც CSKA-ს, არც მის ახალ ხელმძღვანელს, არც გადაჭარბებული მოლოდინებით დამუხტვა გმართებს თითოეულ ჩვენთაგანს და როგორც უკვე აღნიშნე, კიდევ ერთხელ დავსვენ, რომ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი დადებითი მოლოდინები გადაჭარბებულად იყოს, ასე ვთქვათ, დანახული ქალბატონი თამარისა და ახალი CSKA-ს პირობებში. მე ახალი CSKA ვახსენე, ეპირება ხელისუფლება თავად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. რამდენად მოესწრება, როგორ გაკეთდება და ასე შემდეგ. ტემპები ნამდვილად ვერ არის მომხიბვლელი ამ ხელისუფლებისა. მე არ ვიცი თქვენ გექნებათ თუ არა კითხვა თუ არ გექნებათ, მე თვითონ შევეხები საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და განსაკუთრებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება და რომელიც ერთმნიშვნელოვნად უკვე ძალიან დაგვიანებულია და ეს სხვა არავის ბრალე არ არის თუ არა ხელისუფლების რომელიც გაურკვევლად დაბალი ტემპებით მუშაობს მათ შორის ამ მიმართულებით ხო და თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესმაც ამ ტემპში დაიჭირა სიტუაცია მე მერწმუნეთ რომ არამხოლოდ სამეურნეო, სოციალური და ყოფად პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები იქნება დაბალტემპიანი. არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციას და ასე შემდეგ. ბატონო, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები იყო, რომ ვერ მივიდნენ ამ საკითხამდე. როგორ ფიქრობთ, ოპონენტები ადანაშაულებენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯები მათი მხრიდან, დაგვიანება თვითონ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა? იცით საქმე რა გახლავთ? მე მესმის და არ მინდა არც არასდროს ყოფილა და არც ახლა მინდა რომ რაღაც ხელისუფლებისადმი სპეციალურად ჩასაფრებულის პოზიციიდან გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ ვერ გამოდგება არგუმენტად ის, რომ ბევრი საქმე გქონდა და ამ საქმემდე ვერ მივედით. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, როდესაც იღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, ბუნებრივია ისიც გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ბევრი საქმე გექნება და თან ყველა იქნება მნიშვნელოვანი. ასე რომ არგუმენტად იმის თქმა, რომ ვერ მოვიცალე მიუღებელია ელემენტარულად, ხო? ეხლა რაშია საქმე? საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში. თებერვალშივე დაიწყო საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე. დღეს არის სექტემბერი, ხო? ესე იგი 19 თებერვალი იყო თვითმმართველობის რეფორმის კონცეფცია რომ მოიწონა მინისტრთა კაბინეტმა და თებერვლის 20 იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის თუ არ ვცდები 6 პუნქტიანი განცხადება გაკეთდა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყო საუბარი. დღეს არის სექტემბრის შუა რიცხვები, ანუ გავიდა მას შემდეგ 7 თვე. 7 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით, ხას უსვავ, ამ მიმართულებით. უბრალოდ ნაბიჯი არ გადადგმულა წინ, ყველაფერი ზუსტად ისე ვისეა. კიდევ არის ერთი არგუმენტი, რომ ხელისუფლებაში გამოიკვეთა ორი ბანაკი, რომელთაგანაც ერთი თვითმმართველობის ერთ ვარიანტს უჭერს მხარს, მეორე ვარიანტს, ესენი ვერ თანხმდებიან და ამიტომ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. ეხლა ჭკუატყოფილმა კაცმა შეიძლება რომ ეს არგუმენტად მიიღოს. გასაგებია რომ ხელისუფლებაში არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს არის კარგი. რომ წინას ხელისუფლების ფასავით ერთი კაცის გუნება განწყობებზე არ ხდება, თუმცა ეჭვმეპარება ეხლა დიდად განსხვავებული იყოს ამ ხელისუფლებაშიც ერთ კაცთან მიმართებაში გულისხმობ, მაგრამ ის რომ აზრთა სხვადასხვაობა ეს არ განთავისუფლებს შენ იმ ვალდებულებისაგან, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო და თანაც უნდა მიიღო დროზე. 17 ივნის, მომავალი წლის 17 ივნის სრულდება თვითმმართველობების, ანუ საკრებულოების 4 წლისთავი. ანუ გადის უფლებამოსილების ვადა. საარჩევნო კოდექსის 133 მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ საკრებულოების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები. ანუ 17 აპრილი არის ბოლო დღე, როცა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს 16 სექტემბერია. 17 აპრილამდე დარჩა 7 თვე. 7 თვე. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. არც ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა, არც თვითმმართველობის დონეები, კომპეტენციებზე, ფისკალურ პოლიტიკაზე, ქონებაზე აღარ ვლაპარაკობ ელემენტარულად და საარჩევნო სისტემა არ ვიცით, როგორი იქნება. ერთის მხრივ კეთდება განცხადებები, რომ რაღაც მაჟორიტარები აღარ უნდა იყოს, მეორეს მხრივ კეთდება განცხადებები, რომ შერეული უნდა იყოს, მესამეს მხრივ კეთდება განცხადებები, რომ თვითმმართველი ქალაქების რიცხვი უნდა მოიმატოს, ანუ გაიზარდოს და მაგრამ ეს ყველაფერი არის განცხადებები სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. ანუ არჩევნების დანიშნამდე 7 თვით ადრე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, არც ამომრჩეველმა, არ იცის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები როდის ჩატარდება, მაშინ როცა
უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ყველა რეკომენდაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, განსაკუთრებით ვენეციის კომისიიდან ამბობს ერთ რამეს: არჩევნებამდე 1 წლით ადრე უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, ანუ სუბიექტმა და თავად ამომრჩეველმა, რა სისტემით, რა პირობებში, რა რეჟიმში უნდა ჩატარდეს ის მომავალი 1 წლის შემდგომი არჩევნები. და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ არგუმენტი გვაქვს ორი. პირველი, რას თქვენ ბრძანეთ, რომ ბევრი საქმე გქონდა და ვერ მოვასწარით, ეს პირველ კლასელს ეპატიება, ასეთი არგუმენტი, რას ქვია, ვერ მოვასწარი, შენი გასაკეთებელია, უნდა მოასწრო, თუ არა და წადი სხვა მოასწრებს. და მეორე, რომ ორი ჯგუფი სხვადასხვა პოზიციების მქონე ერთმანეთთან ვერ თანხმდება და გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთო. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთ გზის მივმართეთ. უახლოეს დღეებში მზადდება და გაკეთდება პოლიტიკური პარტიების შეფასება, მიმართვა, თუნდაც მოთხოვნა დავარქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 3 დღის წინ გაიმართა იუსტიციის სახლში ინტერფრაქციული ჯგუფისა, მე დავსვი ეს საკითხი და მოვითხოვე ინტერფრაქციული ჯგუფისგან, რომელსაც დღის წესრიგში უწერია საკითხი საარჩევნო სისტემებზე მსჯელობასთან დაკავშირებით, რა ხდება მეთქი. პასუხი მივიღე ასეთი: "ცამდე მართალი ხართ? აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ პასუხი არ აქვს." აი ეს იყო პასუხი, რომელსაც ესწრებოდა ფართო საზოგადოება, არასამთავრობოები, საერთაშორისოები და ასე შემდეგ. ახლა ფიქრი იმაზე, რომ ეს სპეციალურად ხომ არ ხდება, ანუ ხელისუფლებამ თავის საპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელებიც შემჩნეული არიან მჭიდრო თანამშრომლობაში, ასე ვთქვათ, ხო არ გაარკვიეს უკვე იმ რა სისტემით ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ერთგვარად მალავენ თუ რაღაც წერტილამდე არ უნდათ გაამჟღავნონ ის სისტემა და ის წესი, რომელთაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მე ეს არ მჯერა. მე გულწრფელად ვამბობ, ამის არ მჯერა. ვუყურებ რა ამ ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობას, დინამიკას, გადაწყვეტილების ტემპებს და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მართლა ვერ თანხმდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მართლა ვერ იცლიან, უბრალოდ ვერ მივიდნენ იმ წერტილამდეო, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ამით რა ჩვენ, რა სახელმწიფოს? ამით ის, რომ აი ამ დაბალი ტემპების გამო, ჩამოუყალიბებლობის გამო, ვერ მისვლის გამო იმ წერტილამდე დროულად პროცესი ჭიანურდება, პროცესი ფერხდება, პროცესი აგებს, პირდაპირ გეტყვით და ძალიან რთულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიისათვის ემზადოს სიტყვაზე მაისის ან ივნისის არჩევნებისათვის, როდესაც მან არ იცის თბილისში 25 მაჟორიტარი უნდა ეძებოს, 10 მაჟორიტარი უნდა ეძებოს, საერთოდ არ უნდა ეძებოს მაჟორიტარი, საქართველოში 1111 მაჟორიტარი უნდა დაჭირდეს ადგილობრივ საკრებულოებში, ერთდონიანი იქნება თვითმმართველობა ყოფილ თემებში და მეორე დონე იქნება ასოცირებული მხარის დონეზე, თუ საერთოდ რა იქნება, რამდენი თვითმმართველი ქალაქი იქნება, რამდენი პირდაპირ არჩეული მერე იქნება, ეს იქნება მარტო თბილისში თუ იმ 12-ში თუ 15-ში, რომელსაც ეპირებიან, რომ თვითმმართველი ქალაქები უნდა იყოს. ეს ხომ თავდაყირა აყენებს მთლიანად პოლიტიკური პარტიის მზაობას. სხვათა შორის აბნევს ამომრჩეველსაც. მე მესმის, რომ დღევანდელი ამომრჩეველი უფრო სხვა პრობლემებით არის, ცხოვრებისეული პრობლემებით არის დატვირთული, მაგრამ როდესაც მოდის ეს არჩევნები, ხო, იმ მოკლე პერიოდში მას უწევს ინტერესიდან გამომდინარე, რომ უცებ გაერკვეს იმ სისტემაში, რომლითაც მას მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა. წინა არჩევნების დღოს მას ჰქონდა ორი ბიულეტენი. ერთი იყო მერის სასარჩევი და მეორე იყო პარტიის სასარჩევი. მართალი გითხრათ, ცოტა დაბნეული იყო, იმიტომ რომ მერი არასდროს აურჩევია, მას ყოველთვის ირჩევდა ერთი ბიულეტენით, რომელსაც აგდებდა და ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეხლა მოუწია მეორე ბიულეტენის აღება. კიდევ გეუბნებით, ეხლა რამოდენიმეჯერ ვთქვი, რომ ჩემთ ხელთ არსებული ინფორმაციით მე ინფორმაცია მაქვს ორივე ბანაკიდან, აი რომ ვერ თანხმდებიან ისინი და ამიტომ მაქვს ჭრელი ინფორმაცია, ასე ვთქვათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა მომავალ არჩევნებში შეიძლება გაჩნდეს 3 ბიულეტენი. როგორი? ასეთი, რომ ამომრჩეველი ერთის მხრივ აირჩევს თბილისის მერს, მეორეს მხრივ აირჩევს თბილისის საკრებულოს და მესამეს მხრივ აირჩევს თბილისის უბნის საკრებულოს. მაგალითად, დიდი დიღმის საკრებულო, ან ლოტკინის საკრებულო,
ავლაბრის საკრებულო. ასეთი ვერსიაც არსებობს იმ კონცეფციაში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია ერთის მხრივ მთავრობაში და მეორეს მხრივ პარლამენტში. აი მოცემულობა გახლავთ ასეთი. ამიტომ დღევანდელი ეთერი მოდი ჩავთვალოთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, როგორც ამ პრობლემის კიდევ ერთხელ წინ წამოწევის ჩემის მხრიდან მცდელობა, მაგრამ ეს არ გამოდგება იმ განცხადებად თუ იმ მიმართვად, რომელიც გვინდა რომ გავაკეთოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, იმიტომ რომ მე ეს თემა კიდევ ერთხელ გეუბნებით 3 დღის წინ ინტერფრაქციულზეც წამოვწიე, მაგრამ უახლოეს დღეებში ჩვენ დავაყენებთ საკითხს ასე საერთაშორისოებთან ერთად, რომ გაგვარკვიეთ, როდის არის არჩევნები, რა სისტემით არის არჩევნები, საერთოდ სად ვირჩევთ ელემენტარულად, ანუ ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით რა ხდება და რამდენად პასუხობს აი ეს მათი ჩვენს კითხვაზე პასუხი, ანუ მათი პოზიცია, რამდენად პასუხობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს არჩევნებამდე კარგახნით ადრე, როგორც წესი 1 წელს ასახელებენ, 1 წლით ადრე გარკვეული იყოს თამაშის წესები, საარჩევნო თამაშის წესებიო. მაინტერესებს როგორი იქნება დამოკიდებულება, ოღონდ ალბათ დამეთანხმებით თქვენ რომ არ გამოდგება ხელისუფლების პასუხად ის რომ ვერ მოვასწარი ან სხვადასხვა აზრი გვაქვს და ჩვენ ვერ ვთანხმდებით. და განსხვავებულ პასუხს ავადებით, ანუ იმედი გაქვთ რა შეიძლება. არა, იცით რა შეა საქმე? აუცილებლად ველოდები, უпроსტოდ მოვითხოვ, რომ იყოს განსხვავებული პასუხი, იმიტომ რომ მაგ ფორმით და მაგ არგუმენტებით, რომ ვერ მოვიცალე და ვერ ვთანხმდები, შეიძლება მოვიდეს აპრილი. და მე რა ვქნათ, აღარ ჩავატაროთ არჩევნები თუ ერთი კვირით ადრე გავიგოთ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში? ჩვენ მოვითხოვთ, რომ გვაქვს პრეტენზია როგორც სახელმწიფოს, როგორც ძველ ხელისუფლებას, რომელიც საარჩევნო პროცესის პერიოდში ანხორციელებდა ცვლილებებს კოდექსში, გახსოვთ ხო? არათუ 1 წლით ადრე პროცესი იყო საარჩევნო დაწყებული და თან ცვლილებებს აკეთებდა, ხან აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით, ახალი პოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე, ხან იმასთან დაკავშირებით, ხან ამასთან აკეთებდა ცვლილებებს. ეხლა წინა ხელისუფლება არ მოგწონს, გასაგებია რომ არ მოგწონს, რა ჰქონდა იმას მოსაწონი, მაგრამ შენ თუ უკეთესი ხარ, მაშინ დამანახე საქმეში ეს უკეთესობა და დამანახე იმ პოზიციების მკაფიო ჩამოყალიბებით, რომელიც გჭირდება. მიუღებელია და ამას რო იცოდი არ უნდა თქვა, რომ ორი ჯგუფი ვართ, ვერ თანხმდებით, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ და ან ბევრი საქმე მქონდა, ვერ მოვიცალე ამ საქმისთვისო. ამას თავმოყარე სერიოზული ადამიანი არ იტყვის, მით უმეტეს პოლიტიკოსი, მით უმეტეს სერიოზული გამოცდილებით და მით უმეტეს დღესდღეობით სერიოზული, როგორ გითხრათ, ნომენკლატურა თუ სერიოზულ თანამდებობაზე მყოფი. თქვენ წაღანს ზუსტად ახსენეთ, რომ ის თვითმმართველობის არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სხვა რეალობაში მოგვიწევს ამის შემდეგ, სხვა რეალობის მიღება მოგვიწევს, ხო? თუ აი ეს ცვლილებები არ განხორციელდა საარჩევნო კოდექსში, ყველაფერი რაც საჭირო არის, ეს რეალობა როგორი, ანუ ესეც ხომ არ უკავშირდება სწორედ იმ არჩევნებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, დღეს აცხადებენ, რომ ძალიან ბევრი საპრეზიდენტო კანდიდატი ემზადება რეალურად სწორედ იმ არჩევნებისთვის და არა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე ახალ მემარჯვენეებს გვაქვს გაკეთებული სპეციალური განცხადება, როდესაც ჩვენი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ გავამჟღავნეთ, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გახლავთ ერთგვარი გაგრძელება, ერთგვარი მეორე სერია, თუ შეიძლება ასე ითქვას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, რამაც უნდა გამოიწვიოს ერთის მხრივ პოლიტიკოს სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის დასასრული, თუმცა მას ამის უფლება აქვს დარჩეს პოლიტიკაში, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და თან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა ამით სრულდება და ნაციონალური მოძრაობის რეალური შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, ილუსტრირებაც მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების დროს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სათვალავი გვერევა უკვე კანდიდატებისა, მე მიმაჩნია და ამას ჯიუტად ვიმეორებ, რომ ეს არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული. კონკურენტულობა იმას ხო არ ნიშნავს 54 კანდიდატი როა, ხო?
თავარია რომ კონკურენცია იყოს, დაახლოებით თანაბარი ძალები იყოს, დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობები იყოს და როგორც მინიმუმ მეორე ტური იყოს. მე ვამბობ რომ ეს არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული. თუ არა და 28 ოქტომბერს ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ეს ჩემი აზრია. რაც შეეხება იმას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არის მზადება საპრეზიდენტო არჩევნებიდანო მე თუ ეს ასე ამას სერიოზულად ვერ მივიღებ, იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს და ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებია და ეს არ არის რაღაც სპარინგ მატჩი, ხო? მოვემზადო რაღაცისთვისო. მომზადება შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის გარეშე და ასე თქვა თავის გამასხარავების გარეშეც. და ძალიან ბევრი ამ 54-ში რეზულტატიდან გამომდინარე მე მგონია რომ თავს გაიმასხარავებს. თუმცა ეს მათი საქმეა. ჩვენ ვთქვით რომ საპრეზიდენტო არჩევნებით მთავრდება ერთი პოლიტიკური პროცესი, ხელისუფლების ცვლისა, თავის კოჰაბიტაციით და იწყება მეორე პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ის, რაც 1 ოქტომბერს გაკეთდა და ვერ გაკეთდა, ანუ გაკეთდა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა და ვერ გაკეთდა მრავალპარტიულობის უზრუნველყოფა, უნდა მოხდეს უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანუ ეს მეორე რეალური მრავალპარტიული ცხოვრების დაწყება. ამ თვალსაზრისით უაღრესად პოზიტიური რამ გახლავთ იმ პიროვნების პერმანენტული გაწევა აქტიური პოლიტიკიდან, რომელმაც ფაქტიურად დაარღვია ეს ბალანსი, ოღონდ დაარღვია თავის სასარგებლოდ მხოლოდ და ვერ უზრუნველყო ამას ვამბობ სწორედ მრავალპარტიულობა. ანუ მივედით იმ ცნობილ და არაერთგზის გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ეკუთვნის პრემიერ ივანიშვილს, რომ ის მიდის პოლიტიკიდან. ცით რაშია საქმე, ახლა შეიძლება ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ პასუხისმგებლობის მატარებელმა პოლიტიკოსმა სხვა კუთხითაც უნდა შეხედოს ამ ცვლილებას. მაშინ, როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნები ერთ პიროვნებას უკავშირდება ლომის წილად. როცა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთელი რეიტინგული, ასე ვთქვათ, სასწორი სპინა რეიტინგისა ამ პიროვნებაზე დგას, უცებ განცხადება იმისა, რომ მე მივდივარ და ვიძლევი გარანტიას ეფექტური მთავრობა დავტოვო არაკორუმპირებული და მოკლედ დამაიმედებელი სიტყვები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ქვეყანაში დაინახო პოლიტიკურ პროცესთა სტაბილური განვითარება. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ მე ამ შემთხვევაში მინდა თუ არ მინდა რეალური მრავალპარტიულობა, მინდა თუ არ მინდა ორპოლუსიანი პოლიტიკა, ხო? მაინც ამოვდივარ იქიდან, რომ ქვეყნის ინტერესებში რა შედის. რამდენად შეუწყობს ხელს ასეთი ტიპის სულილება ქვეყანაში სტაბილურობის გაგრძელებას, ანუ სტაბილურობას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაჭერას მდგომარეობისას, რამდენად არ გაიქცევა ეს პროცესი და რამდენად შეუშლის ეს ხელს სტაბილურობას იგივე ეკონომიკისას და ბიზნესისას და დამთავრებული პოლიტიკით საგარეო თვალსაზრისით. ამიტომ მე ვთქვი რა, რომ პოლიტიკური ცენტრის გამომწვევი ფიგურის გაწევა კარგია მრავალპარტიულობისთვის, მეთქი ვამბობ იმასაც, რომ სწრაფად ამის გაკეთება, რომელიც ხიფად შეუქმნის სტაბილურობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვერ იქნება ჩემის მხრიდან მაინც და მაინც მოწონებული, იმიტომ რომ ამ ნაბიჯსაც ჭირდება შესაბამისი მომზადება. მე ასე მინდა, მე პოლიტიკა არ მხიბლავს, მე ხო ეს ვთქვი, რო თქვი, თუ ახლა მაინც და მაინც სიტყვის თქმაზეა საუბარი, მან თქვა 2-3 წელიწადშიო. და ერთ წელიწადში, როდესაც ჯერ კიდევ არეულ-დარეული სიტუაციაა, ჯერ კიდევ კაცშვილი ვერ გარკვეულა, ვერც ოცნებაში, შიგნით კოალიციაში, გადაწყვეტილებების მიღება ჭირს, ვერ იცლიან კონკრეტული საკითხებისთვის, რაზედაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის გასაკეთებელი, მიმაჩნია, რომ ასეთი სწრაფი მოსვლა-წასვლადობა აზარალებს პოლიტიკური პროცესების სტაბილურობას ქვეყნის შიგნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. რაც შეეხება იმას, რომ მას ასე უნდა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს ყოველთვის პასუხისმგებლობა და მე სწორედ პასუხისმგებლობაზე მაქვს საუბარი. თუ კი ასეთი რამ ხდება, მაშინ ის სურათი, რომელიც შექმნილია დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ ორი პოლუსი, ერთს საპრეზიდენტო არჩევნებიც დაგვანახებს ალბათ, რომ ის გავლენა და ის ძალა აღარა აქვს, ხოლო მეორე
მთლიანად არის ჩამოკიდებული პიროვნების რეიტინგზე, რომელიც მიდის პოლიტიკიდან, როგორც მინიმუმ ამ პიროვნებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის ასახვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ანუ ივანიშვილის თანხლებით პოლიტიკური ლანდშაფტი იყო რაღაც ასეთი, ხო, დიდი წილი აქეთ, რაღაც წილი იქეთ და შუაში გაკრეფილი ეგრეთ წოდებული შუა. მერე პროცესს დასულამ გვაჩვენა ჩვენ რომ თლად არ გაკრეფილა ეს შუა და მით უმეტეს თუ პრემიერი წაბრძანდება, მით უმეტეს გაჩნდება ამ შუის გაძლიერების მომენტი. და ეს ყველაფერი ხომ არ არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში. საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს თუ არა იმ სტაბილურობის ერთგვარი გარანტი, რომელზედაც მე მაქვს საუბარი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ამიტომ როგორც მინიმუმ ქვეყნის პრემიერს მართებს ის რომ თუ თვითონ მიდის და აღმასრულებელ ხელისუფლებას ვიღაცას აბარებს, საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც მისი რეიტინგით არის შექმნილი და არაფერი სხვა, კი, მე არ ვაყენებ ახლა შეურაცხყოფას, რაღაც კომპონენტები გააჩნდათ ქართული ოცნების სუბიექტებს, მაგრამ ისინიც არ მალავენ, ხო? ეს 80%, 90% თუ უფრო მეტი არა ერთმნიშვნელოვნად არის ერთი პიროვნების დამსახურება, მაშინ ეს ცვალებადობის პროცესში უნდა დავინახოთ მისივე მოქმედება, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით და რაც თავარია, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, თუ გნებავთ როგორც პოლიტიკოსისთვის, თუ გნებავთ როგორც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ასეთმა ნაბიჯებმა, ამ ტიპის, ამ ხარისხის ნაბიჯებმა არ დააზიანოს, უფრო მეტიც, სასიცოცხლოდ არ დააზიანოს სტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით, ანუ საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, სადაც ვხედავთ რა პროცესებთან გვაქვს ადგილი. საუბრობთ ევროკავშირში, ინტეგრაციის გარკვეულ პროცესზე, ვხედავთ რუსეთის, ასე ვთქვათ, გააქტიურებულ ნაბიჯებს, ვხედავთ პროცესებს ახლო აღმოსავლეთში, რომელიც არც თუ ისე შორს არის ჩვენგან და ასეთ დროს მინდა არ მინდას პრინციპით მოქმედება არ მომეწონა, დავიღალე, ჩემ ანალიზში არ შედის, არ გამიტაცა, ეს ეხლა ეს ცოტა იმას გავს. რაც ბავშვურ თამაშს გავს, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს ბოლოს და ბოლოს იმ ტიპის ადამიანისგან, რომელიც ამ ქვეყანამ აირჩია. რომელსაც ეს ქვეყანა ამ ქვეყნის მოსახლეობა ენდო. ეხლა სწორი იყო თუ არასწორი იყო, ამას თავი დავანებოთ. მაგრამ მან ეს გააკეთა, შესაბამისად ამას სჭირდება საპასუხო პასუხისმგებლობა. დავამთავრეთ. კარგით, დიდი მადლობა.